გამარჯობა მეგობრებო. ქართული ტელევიზია განაგრძობს საუბრების ციკლს ერთხელ საქართველოში, რომელსაც დღესაც დღევანდელ გადაცემასაც წარუძღვებით პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი და მწერალი თამაზ ხმალაძე. ჩვენს ტელემაყურებლებს ნაწილს მაინც ემახსოვრება წინა გადაცემაში დასმული საკითხი. ერთხელ საქართველოში კერძოდ 1895 წელს გაიმართა ბათუმის ქალაქისთავის პირველი არჩევნები, სადაც ქართველებმა მართლაც წარმოუდგენელი ძალისხმევით, წარმოუდგენელი მონდომებით, თავიანთი ერთობით მოახერხეს და ქალაქისთავად ქართველი გაიყვანეს. ლუკა ასათიანი. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. მაგრამ გავიდა 3 წელი და დგება მომენტი ახალი არჩევნების. უნდა აირჩიონ ხელახლად ქალაქისთავი. გაიმართება არჩევნები. კვლავ ლუკა ასათიანი იმარჯვებს და ქალაქისთავად ისევ ლუკა ასათიანს დაამტკიცებენ, მაგრამ ადრეც აღნიშნეთ, რომ ლუკა ასათიანი ამ დროისთვის ასაკოვანი კაცია, დიდ ცხოვრება გამოვლილი, ნამსახური, თაღლილი უკვე და გარდაიცვალა სამწუხაროდ. დგება ხელახალი მომენტი ახალი არჩევნების. ახალ არჩევნების წინა არჩევნების დროსაც ამბობდნენ სხვა ეროვნების ხალხი, რომ ქართველებს უკაცი არ მოგეძევებათ. ახლაც დგება მომენტი, რომ კიდევ ერთ კაცი სადღაც როგორმე უნდა მოიძიონ სადღაც საქართველოში, ყოველ შემთხვევაში. ისეთ პიროვნება, რომელიც ამ შემთხვევაში უღალატოც იქნება და გამოსადაგიც. ის უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება აქ მოახერხონ ქართველებმა აირჩიონ ქალაქისთავად, მაგრამ ხელისუფლება უნდა დაამტკიცოს ეს პიროვნება და თუ ხელისუფლებისათვის მისაღები პიროვნება არ იქნება, არ დაამტკიცებს ხელისუფლება, მოუშარებს 1000 რამეს და ასე რომ საჭირო გახდა რა, რომ პიროვნება როგორმე შეარჩიონ. ბათუმის დელეგაცია ჩამოდის ილია ჭავჭავაძესთან. სანამ ამას იგებდი, გავახსენოთ ჩვენს მაყურებელს რა სიტუაციაა ეს კი ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, რომ ვინ არიან ისინი, ვინც ირჩევენ და რა შემადგენლობაა ბათუმის მოსახლეობისა, რა პრობლემა იდგა უპირველეს ყოვლისა, რომ იმ დროინდელ ბათუმში ჭარბობს არაქართული მოსახლეობა, განსაკუთრებით აქტიურობენ სომხები, არიან რუსები და აი ამ სიტუაციაში ქართულ მოსახლეობას და ქართულ საქმეს ძალიან უჭირს. აი ამიტომ არის საჭირო თქვათ, აი ის რასაც წერნრო ვამბობდით, რომ პირველ არჩევნებზე თქვენ კაცი არ მოგეძებნება და იმედიანად არიან ისინი. სომხები ამ შემთხვევაში და რომელთაც ალიანსი აქვს რუსებთან და მათ საერთო კანდიდატურა უნდა გაიყვანონ. ახლა ამ შემთხვევაში ჩაიარა და ვაჯობეთ, თქვათ, აჯობეს ქართველებმა გაიმარჯვეს. აჯობეს ახლა რითი, რომ ბერძნებთან მოახერხეს შეკავშირება. მაგრამ ბათუმის ბერძნულ და ცალკე იყვნენ სომხები და ცალკე იყვნენ რუსები. აი აქ ახლა უკვე
რუსები და სომხები ერთად არიან შეკრულებები და ჩვენ ბერძნები აღარ აყვავს მეკავშირეები. აი ეგ არის ახლა ძალიან მთავარი და მძიმე და ამა ყველაფერს რო თავი დავარებო თვითონ ქართველებში რა ხდება? აი ეგ არის სწორედ მათი იმედი ქართველების. ერთობა არ არის ქართველები. მათი იმედი იქ წინაზე თუ ლოზუნგი ქონდათ რომ თქვენ კაცი არ მოგეძებნებათ. ახლა მთავარი ლოზუნგი არის რომ თქვენ ერთობა არ შეგიძლიათ. თქვენ ერთ აზრზე ყოფნა არ შეგიძლიათ. ამიტომ ჩვენ გავემარჯვეთ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ერთად. აი ეს არის მთავარი. მართლაც შეიგრიბებიან. დიახ. ქართველები. წარმომადგენლობა იმდროინდელი ბათუმის ინტელიგენციისა თუ აი ვისაც სიტყვა მოეკითხება და ჭკუა მოეკითხება. და იქ არიან სხვადასხვა პარტიის ხალხი და ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატები, რა თქმა უნდა, ერთმანეთში ვერ მორიგდებიან. სოციალ-დემოკრატებიდან ვინ იყვნენ ყოველ შემთხვევაში მახსოვს კარლო ჩხეიძე და მახსოვს ისიდორე რამიშვილი, რომლებიც საშა წულუკიძე ნობელი ხო შემდგომში ჯაყელს ასახელებს კდიაშვილი და სხვა. ხო ეს ჯაყელი არ ვიცი ჩვენ ვინ არის ასახელებს კდიაშვილი. მაგრამ ეს სამი ვინც ახლა ვთქვით ვიცით რომ სოციალ-დემოკრატები არიან და ისინი ფედერალისტებთან ერასოთილს გაერთიანდებოდნენ და აქვთ ის რა დროს ეროვნულობა თუ გამოდის კარლო ჩხეიძე თვითონ რა დროს ეროვნულებაა როცა თვითმფრობელობას უნდა ვებრძოლოთ და აი როგორ განმარტავს მდგომარეობას დავით კდიაშვილი ჩავიკითხავ ერთ პატარა მონებას ამას მდგომარეობის აღწერის დროს აღნიშნე დავითი ამბობს რომ ის დავა რომელიც ატეხილია ჩვენ პარტიებს შორის ეროვნული საკითხის გამო შესაძლებელია საზარალო იქნას ქართველებს ხელიდან გამოეცალოს ქალაქის საქმეების ხელმძღვანელობა, რაც არასასურველია. ანუ პარტიებს შორის დავა არის ახლა მთავარი უკვე საზარალო ის ფაქტორი. რადგან ქართველებმა თვალსაჩინოდ დაამტკიცეს თავისი საქმიანობა, თავისი სამართლიანობა ყველასთან, არჩევნების წაგება იქნებოდა ისევ ძველი უწესობისა და უსამართლობის დამყარება. ასე იგი ამ არჩევნებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თავის დავაწყადია ვითომ ქალაქისთვის, ქართული საქმისთვის და აი წეღარას ბზანეთ კიდე ამასაც ჩავიკითხავ ამ რომ კარლო ჩხეიძემ ითხოვა სიტყვა როცა მსჯელობა მიდის აი მე თხრობ რა ხდება როგორ არის როგორ მსჯელობენ ეს კარლო ჩხეიძე ცნობილი სოციალ-დემოკრატი გახლავთ ეს რომელიც თავის დროზე ლენინსაც კი ეკამათებოდა თქვა და ლენინსაც ეკამათებოდა და არის ასეთი პარტია ლენინმა რო დაუძახა ამას დაუძახა ის ცნობილი გამოდგა მერე შემდეგ როცა რევოლუცია ხდება რუსეთში დროებით მთავრობაში კარლო ჩხეიძე იქ სოფლიოში ცნობილი სოციალ-დემოკრატია პოლიტიკოსია და მინისტრი შემდეგ უკვე ბრუნდება საქართველოში და აქაც მინისტრია და არ გვინდა ახლა დავიწყებთ იმის გამოკიდებას ამის ბიოგრაფიისას მაგრამ ერთ მომენტს მაინც ვიტყვი როდესაც წავიდა კარლო ჩხეიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში იქ უკვე ხდება რომ თავის ცხოვრება რაღაც იდეალებს ძალიან ტყუილად შეწირა. მთელი მისი ცხოვრება თურმე ტყუილზეა აგებული და ტყუილად იბრძოდა. თავს იკლავს რაღაცა ბლაგვიდანით გულს ირწყავს ამ დანას და რამდენჯერმე 5-ჯერ 6-ჯერ რაღაცა მიუსწრებენ და ესე თუ არ გადამარჩინოთ არ მინდა მე გადარჩენა არ მინდა მე აფექტით კი არ ვიკლავ თავს შენ ცხოვრების გზას რო გადავხედეო თავის მოკლა ამან გადამაწყვეტინა დიდი ხნის გადაწყვეტილი მაქვს და ბოლო ჩანაწერი საქართველო გთხოვ არ დაივიწყო შენი უღირსი შვილი არა და აი იმ დროისათვის ფაქტობრივად დააკვირდით რა ხდება 98 წელია
სოციალ-დემოკრატიული პარტია ახალი შექმნილია ფაქტობრივად და აქტიურობენ ძალიან ეს სოციალ-დემოკრატები ბათუმის არჩევნების საკითხშიც კი ერევიან და ჩადიან იციან ეს მნიშვნელოვანია და კარლო წეღაროძე კარლო იქ ცხოვრობს კი დიახ კარლო ჩხეიძემ ითხოვა სიტყვა და ცლად ისაუბრა აღნიშნა რომ ეროვნული მიდგომით არ შეიძლება მოქმედება ამას მიაქციეთ ყურადღება ებრძვიან ქართულ სომხები რუსები და ესენი ფაქტობრივად არ გვიჭერენ მხარს ამ ეროვნულობაში ეს არის მთავარი ჩვენ დღეს უფრო დიდი საქმე გვაწევს ეს არის თვითმკვლელობის დაცემა სასტიკი ბრძოლით რომლისთვისაც უნდა ყველა შევერთდეთ ანუ მიზანი მისი სხვა სხვა მიზანია დიახ ამას დავით კლდიაშვილი ასე მოგვითხრობს როცა საშა წულუკიძემ აიღო საშა წულუკიძეს მოგეხსენებათ ერთ-ერთი სოციალ-დემოკრატი იყო და ასე შემდეგ აიღო სიტყვის ნება მან წარმოსთქვა რომ ეს დღევანდელი ჩვენი ლაპარაკი უქმია ჩვენ ვერ შევთანხმდებით რადგან სხვადასხვა პოლუსზე ვდგავართ ხო ჯერ ესე იგი სოციალ-დემოკრატები ჯერ არ გაყოფილან ბოლშევიკებად და მენშევიკებად მე კარლო ჩხეიძე მენშევიკი ხდება და წულუკიძე ბოლშევიკი მაგრამ აქ ერთად არიან და ანტიკარული ძალა თქვენთან საერთო კანდიდატი ჩვენ არ გვეყოლებაო ეუბნებიან დანარჩენ ქართველებს ეხლა დგება კანდიდატის რა ხდება თუ არ იქნება სათანადო კანდიდატი შერჩეული ქალაქის თავის მოადგილე ივანოვია და ის არის შემსრულებელი ქალაქის თავისა ორჯერ თუ ჩაიშლება არჩევნები ის მექანიკურად რჩება ივანოვი ქალაქის თავი ხდება ამიტომ საძებარია შესაფერის ქალაქის თავის კანდიდატი ფაქტორია მთავარი უნდა მოიყოს ხმების რაოდენობა და უნდა იყოს კანდიდატი ხმების რაოდენობა უნდა შეკრიბო იმდენი რომ საკმარისი იყოს გამარჯვებისათვის და კანდიდატი უნდა იყოს ისეთი რომელიც თუ გაიმარჯვებ დაგიმტკიცო ამიტომ ხდება საჭირო რომ ბათუმიდან დეპუტაციის ჩამოსვლა და მოთათბირება იმ დროინდელი ქვეყნის პატრონისა თავას ბატონო ილია ჭავჭავაძის უგვირგვინო მეფეს რო ეძახით მიაქციეთ ისა პატრონი ეს არის უგვირგვინო მეფეობა ისა მართავს თბილისში ზის ილია ჭავჭავაძე და ბათუმის არჩევნები როგორ წარიმართოს ვის უყარონ კენჭი ვინ აირჩიონ ჩამოდის დეპუტაცია ჩამოდის ბათუმიდან და მსჯელობენ იმის შესახებ და სწორედ ილია ჭავჭავაძემ დაუსახელა მათ კანდიდატურა ეს იყო ანდრონიკაშვილის კანდიდატურა ივანე ანდრონიკაშვილი ივანე ზაქარიაძე ანდრონიკაშვილი და ესეც არ არის შემთხვევითი ილია რომ აი ამას ასახელებს გავიხსენოთ სოხუმში ილიას სტუმრობა და დეპუტაცია რომელსაც მადლობა უნდა ეთქვა გაგრის აშენებისათვის პრინციპს და ვინ არიან იქ ამ დეპუტაციაში თვითონ ილია ჭავჭავაძე რა თქმა უნდა თავი კაცი ვახტანგ ორბელიანი თბილისი თავადაზნაურთა ალექსანდრე ორბელიანი ვახტანგის ხო ალექსანდრე ორბელიანი და ანდრონიკაშვილი სიღნაღის თავადაზნაურთა მარშალი დიმიტრი ჩოლოყაშვილი რატომ ახლა ერთი თავი საქართველოს და მეორე თავი საქართველოს და გული თბილისი ეს ამით აჩვენებს ერთიანია საქართველო ეს სოხუმის პრობლემები სამადლობელია ჩემთვისაც მე რომ სიღნაღში ვზივარ და კაკაურ თავადაზნაურს მე მოვდივარ ჩემთვის სამადლობის სათქმელში ვარ და აკა ძანუ და ჩამოვედით მადლობის სათქმელად რომ შენ დიდი ღვაწლი დასზე გაგრის კურორტის შეწამული ანდრონიკაშვილი ახლა უკვე ქალაქის თავად ბათუმის ქალაქის თავის კანდიდატად დასახელებული ეს არის ცნობილი დიდი საგვარეულოს დიდი თავადის ფიზიკის მოურავების უშუალო პირდაპირ შთამომავალი ივანე ზაქარიაძე ანდრონიკაშვილი ესე იგი აქ
სხვებზე მეტად ხურობის საკითხი გამოირიცხა სხვებზე მეტად აგრა შორეული კუთხეში წარმომადგენლის ეკუთვნის ბათუმში ქალაქის თაობა ვიდრე ვიღაცებს ერთია საქართველო ერთია და ამიტომ იქ დაბადებული ხალხური ქართველი იქაც მასპინძელია და იქაც პატრონია ისევე ეკუთვნის როგორც იქ დაბადებულ გასწრებს ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში გქონდა ესა რომ იმერდობას აგაგიმ რომ თქვა რომ იმერდობას ნურავი წამომაძახებს იმიტომ რომ იმერდობა იგივე ქართველობა მერთმანო მომიშალოს იმერდობა და ასე შემდეგ რომ იგივე ქართველობა ასე ფიქრობს ყველა იმერელი ვარ მაშას ადამე ქართველი ვარ ამას კახელი ვარ ქართველი ვარ ქართველი ვარ აი ეს შეგნება დანერგეს აი ამიტი და განამტკიცეს სხვათა შორის ამას აქვს ის ნიშნულობას რომ რუს იმპერია პირიქით აგიტაციას ეწევა იმპერია ცდილობს დაშალოს საქართველოს კუთხეებად აღწერებს აერთხელას თქვით ჩვენ აღწერებს ატარებენ და აღწერებში თქვა წერენ მეგრელი, სვანი, ქართველი, კახელი, აჭარელი, იმერელი და ასე შემდეგ. ცალ-ცალკე ერებად გამოყავთ, ეროვნებებად გამოყავთ. ფშავ ხევსურებიც კი ფშავლები და ხევსურები ცალ-ცალკე ხალხად ჩაწერეს. ამას იმპერიას ებრძვიან, ამით იმპერიული შეგნება ეს რომის დათესვაც მოახერხეს სხვათა შორის და იყვნენ ამის ვინც ამას აყვაკიდევაც ისევ ჩვენ საზოგადოებაში და აი ეს ბრძოლა მიდის თუნდაც ამ არჩევნების ხაზითაც და ეს კანდიდატურა დაუსახელა ილია ჭავჭავაძემ და დეპუტაცია ჩამოდის ბათუმში რომ ჩამოიტანოს ილიას კანდიდატურას ილიას წინადადება ილიას წინადადება ილიას კანდიდატურა სამოაყენა ნუ გაიმართება არჩევნები და იმარჯვებს ანდრონიკაშვილი მაგრამ რა ხდება ცენზს მოუდებენ შარად ცენზი და ეს ცენზი დავითი თავის მოგონებებში არ აკონკრეტებს რაც ესეა სანამ ცენზამდე მივალთ აი ეს მოდი ის თქვათ აი სხდომებზე ივანოვი წერან თქვენ ბზანეთ რომ თუ ჩაიშლება არჩევნები ივანოვი მექანიკურად ორი არჩევნების შემდეგ ქალაქის თავად იქნება ატარებს ხო და ამიტომ ივანოვს მიყავს მოვალეობის შემსრულებელია ქალაქის თავისა მიყავს სხდომები ისე და მიყავს ქალაქის თვითმმართველობის მუშაობა ისე რომ არჩევნები არ ჩატარდეს ყოველნაირად შეეშალოს ხელი ჩაიშალოს რადგან ჩაიშლება თვითონ დარჩება ესაა მას მხარდამჭერები ყავს იმ თვითმმართველობაში და ერთხელ ასეთი შემთხვევა იყო დავით კდიაშვილი იგონებს სხდომაზე რაღაც სერიოზული საკითხი უნდა განგვეხილა როგორც მივიდა ჯერი ამ საკითხს შესდგომოდა საბჭო ივანოვმა აიხსნა ჯაჭვი და სხდომა დახურულად გამოაცხადა მიაქციეთ ყურადღება ივანოვს მიყავს სხდომა სხდომის სამყონსა და ჯაჭვი ეს არის სპეციალური ის ატრიბუტი რომლის გარეშეც არა როგორც სასულიერო პირისთვის ოლარი და ასე შემდეგ ხო თქვა ჩვეულებრივად აი ეს ისა და ამიტომ მოიხსნა ჯაჭვი და დადო ეს ნიშნავს რომ შეწყდა სხდომა დამთავრდა ეხლა როგორც ჩანს მნიშვნელოვანი საკითხი იყო და ეს საკითხი მხოლოდ ის საკითხები აინტერესებს კდიაშვილს რომელიც ეროვნულ და საზოგადო საქმეებთან არის დაკავშირებული და ამ დროს ძალიან საინტერესო ეხლა ეს ვითარება მოწონს მათ ვისაც არ აინტერესებს ქართული საქმე მაგრამ ამათ იციან რომ ეს ქართული საქმისთვის დიდად საზიანო იყო და აი აქ არის უკვე აი ჩვენ რო ვამბობთ რომ იყვნენ ეს ივანე მესხი გრიგოლ ვოლსკი თავდადებულები თავგანწირულები ახლა ფაქტი რომელსაც ჩვენ ვიტყვით ეს თავგანწირის ამბავია და რატომ თვითნებობამდე მისული მე ბრალად წაუყენეს ეგა შეიძლება რომ დაეჭირა თქვით მოადგილე იყო ივანოვისა ვოლსკი მესხმა ჩაუარა გვერდით ვოლს და ჩუმად უთხრა დაიკიდე ჯაჭვი და განაგძე სხდომა
ეხლა ჯაჭვი თუ აქვს ეს მას უფლებამოსილებაც აქვს რომ განაგრძოს ხტობა და მიხვდა ვოლსკი რაზეც არის საუბარი რას გრისკენ უბიძგებს და დაიკიდა ჯაჭვი და შეჩერდით უთხრა ხტომა გრძელდებაო ზოგი დაიბნა ზოგი ისა და სანამ ეს ისარგებლა ამ სიტუაციით და ხტომა გააგრძელა ეხლა ეს ნაწილი წავიდა ეს რა იყო იცით ეს იყო თავნება ამის შემდეგ იყო მე ხდება რომ არჩევნებზე არის საუბარი და ასე შემდეგ და გუბერნატორამდე ჩადის ეს უჩვენებენ არა კანონიერი ხდომა ჩაატარეს კანონსაწინააღმდეგო ხდომა ჩაატარეს თვითნებობა და ასე იმდენად რომ ვოლსკი დაიბარეს თბილისში დაიბარეს აქ მეფის ნაცვლის კანცელარიაში ეს იმდენად დიდი მნიშვნელობის დარღვევად მიიჩნიეს მათ კანონმდებლობის დარღვევად და აი ეს ძალიან საინტერესოა გრიგოლ ვოლსკის პიროვნების დასახასიათებლად და დავით ღვთიაშვილის ობიექტურობის დასახასიათებლადაც დავით ღვთიაშვილი აღწერს როგორ ჩამოდის ვოლსკი თბილისში და მეფის ნაცვლის კანცელარიაში ყავდაო მას თავისი ნაცნობი ძველი ნაცნობი გავლენიანი პიროვნება და მიდის მასთან რომელსაც დიდ პატივსცემდა და მან თავისი ენით, ლამაზი ენით, თავისი გონება מחვილობით, თავისი გაშორჭრეტელობით და ასე შემდეგ გრიგოლ ვოლსკიმ დააჯერა, დაარწმუნა ის, რომელიც მის მიერ კეთილგანწყობილი კაცი იყო. დაარწმუნა, რომ ასე იყო საჭირო და არ დარღვეულა კანონი. საკმაოდ დიდი და გრძელი საუბრის შემდეგ მიიღო მან ნებართვა რომ გაგრძელებულიყო საქმიანობა ბათუმში, გაეგზელებინა საქმიანობა ბათუმში, რომ ის რაც მოხდა იმ სხდომაზე არ იყო კანონის დარღვევა. ისე ვოლსკიმ მიაქციეთ ყურადღება, რომ არა ის კეთილგანწყობილი პიროვნება, რომ არა ვოლსკის ასეთი თავგანწირვა ერთი შემთხვევით და მეორე შემთხვევაში, რომ არა ვოლსკის გონიერება ფაქტიურად შეიძლება დასჯილიყვნენ ისე და წაეგო ქართულ საქმეს. ავტორიტეტიც ეთყობა რა. იმ დროს ავტორიტეტია ეს ვოლსკი. მეფის ნაცვლის მოადგილე გენერალი მალამა. აი ვიზეც არის ლაპარაკი ვოლსკი ვისთანაც მიდის. ეხლა გენერალი მალამა არის მეფის ნაცვლის მოადგილე. მისი განკარგულება და მისი დასტური უკვე ბევრს ნიშნავს და გადაწყდა ასე ეს საქმე ისევ ამათ სასიკეთოთ. და მერე უკვე არჩევნებთან დაკავშირებით ხდება ის, რასაც წეღან თქვენ დაიწყეთ საუბარი და მე აღარ გაცალეთ ამას. ცენზი ვერ მოაგროვეს და ამ ცენზის გამო არჩევნებს ვერ ამტკიცებენ. ცენზი რა იქნებოდა არ აკონკრეტებს დავით გლდიაშვილი. ახლა ცენზი შეიძლება იყოს ნამსახურება, განათლება და ქონებრივიც, რა თქმა უნდა. ქონებრივიც. იმიტომ რომ ამას უნდა ქონოდა რაღაც იმ მქონება, რომ ხელი არ უნდა წაუწდეს. ეს ყველაფერია გასათვალისწინებელია. ყველაფერს ითვალისწინებდნენ და ეს უწერიათ იმ კანონმდებლობაში თვითმმართველობის არჩევნების. ეს ცენზი ვერ შეგროვდა და ვინც უნდა ცენზი დაამტკიცოს, ამ დროს ფოთში უნდა იყოს, მაგრამ ფოთში არ არის წასულია სოფელში. და მას დავით გლდიაშვილი კარგად აწერს და მოდი ეგ ადგილიც ჩაიკითხე თუ არ დაიზარებ. დიახ, ესე იგი სანამ არ მონახავთ ახალ ცენზს უთხრეს, მანამდე ხელმეორე არჩევნებს არ დაგაძალებთ. ეს არის ძალიან საინტერესო. ესე იგი მოძებნეთ და ნუ ჩხარობთ. დეპუტაცია ჩამოვიდა ბათუმში, ჩამოიტანა ერთგვარად დამამშვიდებელი ამავე გაგზავნილი დეპუტაცია, რომ ქუთაისში გაგზავნილი. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა და მოვა მოწერილობა, დაუყოვნებლი და რა ხდება, რომ ჩამოვა რამდენიმე დღის შემდეგ. მოდის მოწერილობა უკვე იმუშავა იმ ძალა.
მოწინააღმდეგე ძალამ რომ სასწრაფოდ ჩატარდეს. მათ იციან რომ რამდენიმე დღეში ესენი მოაგვარებენ ამ ცენზის საკითხს. მოასწრონ მანამდე არჩევნები. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა მოწერილობა დაუყოვნებლივ მოეხდინათ ქალაქის თავის არჩევნები. ამ ბრძანება დაუყოვნებლივი არჩევნების დანიშნავ თავზარი დასცა ყველას. გაუწებულები არიან, იმიტომ რომ თუ ვერ მოასწრეს, უკვე წაგებულია არჩევნები, თავისთავად ცხადია. და ანდრონიკაშვილის კანდიდატურის წამომყენებლებიც დატრიალდნენ. აქ უკვე დეტალურად აღწევს თითქმის რა ხდება. ივანე მესხმა თვალის დახამხამებაში გამოძებნა საჭირო ცენზი. ოღონდ გასაჭირი ის იქნებოდა, რომ ვისგანაც ცენზის მიღება შეიძლებოდა, იგი იმ დროს ბათუმში არ იყო, იმყოფებოდა აბაშის მახლობლად სოფელში. სოფლიდან უნდა ჩამოსულიყო ფოთში, იქაურ მომრიგებელ მოსამართლეს უნდა დაემტკიცებინა ცენზის გადმოცემა და გადმოცემული ცენზი ჩამოეტანა ბათუმში. ეხლა გაითვალისწინეთ ეს მე-19 საუკუნის ბოლოა. ცხენით, ეტლით, რაღაცა დურმით, აი ასე ტრანსპორტით ეს წავა, ჩასვლა იქიდან იქ ჩასვლა და ასე შემდეგ. დრო არის ძალიან შეზღუდული. და ხო, სამ დღეში თუ ვერ მოასწრებდნენ რამე ეს ცენზი აღარავის არაფერში სჭირდებოდა. ყველას ივანე მესხი არის სარდალი ფაქტიურად. სტრატეგიული ამ დროს ამბობს ავად გახდა. აი დიახ. სიცხეანი წევს. თავის ინსტრუქცია მისცა მესხმა ყველას, რომელიც უცაბი და დავად გაგვიხდა. ამ დროს და ლოგინში მწოლიარე წარე შეწუხებული საქმეს არ იგებდა, ლოგიკიდან თავკაცობს საქმეს. თუ ვის რა და როგორ გაეკეთებინა, ამბობს დავით კდიაშვილი. გაემგზავრნენ დასაქმებულები. აბაშაში გაგზავნილი ჩიქოვანი ცხენის ჭიანით მიიჭრა სოფელში. ეს თვითონ ეს არწერა მომწურშალია რა. ესე იგი აბაშაში გაგზავნილი ჩიქოვანი გააგზავნეს აბაშაში. იგი ცხენის ჭიანით მიიჭრა სოფელში. აუხსნა იქ მყოფ ჯაიანს მისვლის მიზეზი და ორთავენი დაუყოვნებლივ გაემართნენ ფოთისაკენ. ბათუმელები გულის ფამცხალით მოველოდით დეპეშას ჩხეიძისაგან. ფოთიდან მესამე დღეს ჩხეიძე ფოთშია. დანიშნულია ქალაქის საბჭოს კრება და საქმეთა სიაში შეტანილია ქალაქის თავის არჩევაც. თუ არ შედგებოდა არჩევნები, მთავრობა დანიშნავდა, ვისაც მოეპრიანებოდა. აი ეს სიტუაცია არის. ჩხეიძე ფოთში ელოდება ჯაიანის ჩასვლას, რომ მოსამართლეს მიუტანო, დაამტკიცებუნა მოსამართლეს ამის ცენზის გადაცემა და ჩამოვიდეს. დიახ. და არის უკვე არჩევნების დღეა. ცენზი ჯერ არ არის მოსული და არჩევნების გადაწევა აღარ შეიძლება. ბოლო დღეა. ბოლო დღე კი არა. ბოლო საათებია. საბჭოს დარბაზი სავსეა ხალხით. ხმოსნები უკლებლივ ყველანი არიან. დაიწყო სხდომა. მატარებელი რომლითაც უნდა ჩამოსულიყვნენ ფოთში გაგზავნილები მოგვიანოთ მოდის ბათუმში. დეპეშა მოვიდა. მოვდივართო. საჭირო იყო სხდომისა რამე რიგად გაგრძელება. ჯერი მიდგა არჩევნების მოხდენაზე. რამდენიმე ხმოსანმა მოითხოვა სხდომის შეწყვეტა. რომ სანამ არჩევნებს შეუდგებოდნენ, ხმოსნებს მოელაპარაკათ ერთმანეთში. როგორმე გადადონ, გაწევა აძლევთ ამის შესაძლებლობას, გაწელო დრო რომ აი ჩვენ უნდა მოვილაპარაკოთ. ხერხს ხმარობენ დიახ აი ამ შემთხვევაში. ქალაქის სამმართველოდან რკინიგზის სადგურამდე ცოცხალი ტელეგრაფი იყო გაბული, ჯაჭვი გაკეთდა. დარბაზში შეიქმნა მხიარული მოძრაობა, მატარებელი მოვიდა. ჩხეიძე ჩამოვიდა და მოაქვს ცენზი. აი გული მიჩუყდება ეხლა ამას რა. მალე თავად ჩხეიძეს გამოჩნდა საბჭოს დარბაზში. ივანე მესხმა ჩაიბარა მოტანილი
საბუთები ხელად თან მერე ეს საბუთებს რომ მიიღებენ მერე სალაროში უნდა შეეტანა სახელმწიფო ხაზინაში უნდა შეეტანათ რაღაც გარკვეული თანხა ესე იგი ეს ყველაფერი უკანონიერია და მერე აქვთ უფლება ამ განჯისხლისა ხელად შეიტანეს სალაროში რაც ფული იყო საურღოზე შესატანი და თამამად მოითხოვეს სხდომის გახსნა რამაც მეტად გააკვირვა მოწირა იმათ არიციათ რა თქმა უნდა ეს რა ხდება კულისებში რა ხდება ქუჩაში რა ხდება იქ სამეგრელოში და შემდეგ და გაიგეს ყველაფერი და მხიარულად ყოფნა მოეშალათ შეუდგნენ არჩევნებს თხოვთ დაასახელოთ კანდიდატები თქვა თავმჯდომარე ივანე ზაქარიასი ანდრონიკაშვილი წამოიძახა რამდენიმე ხმოსანმა აქვს სათანადო ცენზი ყველაფერი წესიერად აქვს მიუგო ივანე მესხმა შეუდგნენ კენჭისყრას ანდრონიკაშვილი არჩეული იქნა ხმის დიდი უპირატესობით სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა არჩეული მთავრობისგანაც სულ მოკლე ხანში იქნა დამტკიცებული და დავით კლდიაშვილი სწორედ აი ამისთვის არის ეს ყველაფერი გაკეთებული აი ეს რომ რა შეძლებია ქართველთა ერთობას ამას აკეთებს მომდენი ისინი რომ თქვენ ქართველებს არ გაქვთ ერთობის უნარი ნიჭი ტრები ხართ ერთმანეთისა თქვენ ერთმან ერთ საქმეში ვერ დადგებით და აი ეს გააკეთეს სწორედ აი ამით მაგრამ აი ბედისწერაც რომ თითქოს გბორკავს და შებორკილები ხდებიან რომ ივანე მესხი რაღა მაინც მაშინ უნდა გამხდარიყო აუთავა და მაგრამ მიუხედავად ყველების ავადმყოფი კაცი აქ არის აქ ატრიალებს ადგა იქამდე იწვა და დიდად შეწუხებული იყო ავადმყოფობისგან მაგრამ ჩვენ წეღან ვისაუბრეთ ჩხეიძეზე თქვით რომ აი ეს თავარი კლდიაშვილის დარდი ის იყო რომ პარტიული დაპირისპირებები მოხდა ამ დროს და მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩხეიძე ერთ-ერთი რგოლია ამ დიდი საქმისა და ფოთიდან მას ჩააქვს ეს ჩენსენზი ასე რომ საბოლოოდ მაინც შეიკრენ ერთად შეიკრენ რომ ეს ხო ნუ შეიძლება მამამ პიროვნულად მიიღო მონაწილეობა არ ვიცი როგორც პარტიულმა კი არა როგორც პიროვნებამ ეთქობა მაინც ქართული გული ქონდა და რაღაც რთული პიროვნება და ძალიან საინტერესო თვალსაზრისით. თავარი ეხლა ჩვენთვის რა იყო? აი ეს მოხდა, ეს იყო 1898 წელს. მოხდა ბათუმში მეორე არჩევნებია ქალაქის თავისა. ისევ ბრძოლა, ისევ გაყვანა ქართველი კაცისა, საიმედო კაცისა და რა იყო ისევ ილია ჭავჭავაძის ჩარევა. პირველ შემთხვევაში დარბაზში იყო მეთვალყურე, მეორე შემთხვევაში თვითონ იქიდან თბილისიდან იძლევა დირექტივებსა და მიტითებებს ილია ჭავჭავაძე და რაც მთავარია, ყველანი უსმენენ ილიას აზრს ითვალისწინებენ და დგანან ერთად ერთ ქართულ საქმეზე. აი ეს ჩვენ სადღეისო ჩვენ გვახსოვთ ერთხელ ერთ-ერთ ჩვენს გადაცემაზე იმაზე ვისაუბრეთ რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი დიდი წინაპრების მიერ გაკეთებულ და დიდ ქართულ საქმეების გახსენებას ეს გაკვეთილი უნდა იყოს სადღეისოდ და სახვალიოდ და ისიც თქვით ჩვენ მაშინ რომ არა მხოლოდ საქმეების გახსენებით, არამედ მათი სახელის ხსენებითაც კი ჩვენს სულიერებას განვამტკიცებთ. ჩაი ამითი და ჩვენს მიზნებსა და ოცნებებს სწორედ ამ თარგზე უნდა ავაგოთ ყველაფერი და ეს უნდა იყოს მაგალითი ჩვენთვის, სადღეისო მაგალითი, სახვალიო მაგალითი. დღევანდელ გართულებულ ცხოვრებაში ალბათ ამგვარი მაგალითების გახსენება ძალიან ბევრს მოგწევს. რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოების ერთიანობას, თლიანობას და იმას კიდევ როგორც მერე და გვექნება ჩვენ ამაზე საუბარი, როგორც იაკობი იტყვის, როგორც ილია შეგვახსენებს ჩვენ და ასე შემდეგ, რომ გარედან მაყურებელი ჩვენი მოყვარე არ არის ის კაცი, ვინც ჩვენ გარედან დაბალ ღობედ ვინც გვიყურებს ჩვენ ჩვენი ღობე უნდა ავამაღლოთ და ჩვენ თავს უნდა მივხედოთ.
რა შეძლებია ქართველთა ერთობას. ასე ქვია იმ მონაკვეთს, რომელ მონაკვეთშიც მეორე არჩევნები ბათუმის ქალაქის თავს. დიახ, და აი ეს უნდა გვახსოვდეს ყოველთვის. გავიმარჯვებთ მხოლოდ ერთობით. გავიმარჯვებთ მხოლოდ იმ იდეით, რომ ეს ქართული საქმეა და ქართულ საქმეს ქართველი კაცისგან თავდადება სჭირდება. კეთილი ჩემო გიორგი, თავმშვიდობად ჩვენს ტელემაყურებელს დღეისათვის ვიგმაროთ და იმედია შემდგომ შაბათს კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. კარგად გრძანდებოდ. ნახვამდის, კეთილად იყავით.